თორი რო ყოფილიყო ხითხურო იქნებოდა ესეთი. ისე საჭირო ერთი Avengers-ებში ერთი ესეთი პერსონაჟიც. დურგალი, რომელიც ნებისმიერ ადგილას ააგებს ხის სახლს. მოგესალმებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ხის სახლის მშენებლობით. მე მიშო ვარ და ეს არის ჩემი YouTube არხი ფერმა და სახლი, ხოლო კონკრეტულად ეს კი სერიებია ააშენე შენით, რომლის ფარგლებშიც მარტო ვაშენებ ხის სკანდინავიური barnhouse სტილის სახლს და თქვენთან ერთად გავდივარ ყველა იმ ეტაპს, რისგანაც შესდგება ეს პროცესი. მოგეხსენებათ, რომ სახლის ფასადი უკვე დასრულებულია და ახლა დამრჩა სამზარეულოსთვის განკუთვნილი ფანჯრის მონტაჟი. ფანჯარა მინაპაკეტი უკვე მომზადებული მაქვს, დავუმზადე ხის ჩარჩო. ასევე დავამატე გარედან გამაგრებები, რომლებიც ფასადის დიზაინს ფიქრობ, რომ კარგად შეეხამება და ახლა ის გადამრჩენია, რომ აღმართო ეს ფანჯარა. და ვნახოთ თუ როგორი გამოვა და როგორ დაამშვენებს გარედან ფასადს. მოკლედ ფანჯარა უკვე აღმართე, ამ წუთას უბრალოდ გამაგრებულია დროებით. ეს ფანჯარა იქნება მუშა, გადმოიღება ხოლმე რომ განიავდეს სახლი, ამიტომ თავისუფლად უნდა იჯდეს ჩარჩოში, არაფერი უშლიდეს ხელს და ჯერ კიდევ მცირე ნიუანსები დარჩენილი მაქვს იქამდე, სანამ ბოლო მდგომარეობამდე მივიყვან, თუმცა მანამდე შემიძლია რომ გაჩვენოთ თუ რა გამოვიდა გარეთ. ესეც ასე. გარედან ამრეკლი ეფექტი აქვს. არ ჩანს შიგნით არაფერი, ხოლო შიგნიდან ყველაფერი მოსჩანს თავისუფლად. ესეთი მექანიზმი მოვიფიქრე ამ ფანჯარას ცენტრში, ზემოთ და ქვემოთ ავიყვანე რეზბაზე. აი ესეთი ბოლტები აქვს ქვემოდან და ზემოდან და ეგრეთ წოდებული გაიკები შუაში. და ამის მეშვეობით აი ესეთ მოძრაობას შეასრულებს ეს ფანჯარა. ცხადია რომ ამ ხელაზე არ შეიძლება რომ გაიღოს, იმიტომ რომ საკმაოდ გრძელია და ახლავე 2 მეტრამდე და შესაბამისად სახლში შემოდის გაღებისას, თუმცა ამის ფუნქცია იქნება რომ აი დაახლოებით ესეთ პოზიციაში შეიღოს, იმისთვის რომ სახლი იყოს განიავებადი და ეს ფანჯარა დაეხმარება ზუსტად ამ საქმეში. როგორც კი შეაღებ, მაშინვე შემოდის ნიავი მიმართულებასაც აძლევს ერთგვარს ეს ფანჯარა ქარს და მოკლედ საკმაოდ სასიამოვნოა ის რომ ესეთი ფუნქციური ფანჯარა გამოვიდა ესეთი მარტივი მექანიზმით. მისი უდიდებულესობა კიბისჯერია. ფიქრობ, რომ ბუნებრივი ქვა ძალიან მოუხდება და ზოგადად ძალიან უხდება ბუნებრივი მატერიალები, ხე, ქვა და მეტალი ერთმანეთს. და აქ ვაპირებ, რომ აივანს და სახლს ცენტრალურ კართან მისასვლელი კიბე ჰქონდეს. ამ ადგილას ამ წუთას მიწა იჭრება ძალიან დაბალზე, იმისთვის რომ ბეტონის ფენა იყოს პირველი ფენა, შემდეგ ქვა დალაგდეს და ასე შემდეგ მიყვეს სავარაუდოდ გამოვა სამსაფეხურიანი კიბე, ფართო კიბე და აი იმისთვის რომ მიწა კარგად იყოს დამჯდარი და შემდეგში როდესაც ეს ქვის მასა და წონა დააწვება არ ქონდეს დეფორმაცია და არ დაჯდეს, ასე ვთქვათ, აი ესეთი რაღაც მოვიფიქრეთ
ეგრეთ წოდებული საათკეპნი ურო, იმისთვის რომ მიწა ძალიან ეფექტურად დაუტკეპნოთ. აი, ესე გვეხმარება ეს გამოგონება ამაში. ამ მიწის ჩატკეპნის შემდეგ მინიმალურად შეიცვლის ალბათ პოზიციას ჩვენი ქვის კიბე მომავალში, რაც არ უნდა წვიმა და წყალი დასდიოდეს. მოკლედ ვნახოთ რა გამოვა ამ პროცესსაც გაჩვენებთ ყველაფერს ეტაპ-ეტაპ. ქვები მოტანილია, ლოდები, აქაც გამზადებულია ეს ფენა, ჩაფენილია ქვემოთ ცელოფანი, ზემოთ კენჭები და ეხლა წავა უკვე ცემენტის ხსნარი და ძიმე ლოდები. პირველ ფენად, იმიტომ რომ მინიმალური მოძრაობა კონდეს მასზე ასulis და სიმძიმის ადანის შემთხვევაში. ძალიან სასიამოვნო პროცესია. როცა ეს ბუნებრივი გატეხილი ქვები ლეგოსავით ჩდება ერთმანეთში და თუ კი ისეთი მომენტია, რომ სხვა ფორმა აქვს, მაშინ მარტივად, თუმცა არც ისე მარტივად პრინციპში, შეგვიძლია რომ ფორმირება მიცეთ მყარი ჩარკუჩით, ბასრი პირით. მოკლედ სახლის ფასადი ფაქტობრივად დასრულდა, აი აქ სახურავისა და კედლის შეერთების ადგილები არის მოსაპირკეთებელი და ესეც რომ დასრულდება, მთლიანად სახლის ფასადი იქნება დასრულებულ მდგომარეობაში. მოკლედ აი ასე გამოიყურება ჯერჯერობით. აი აქ ვფიქრობ რომ ჩავაყენო ესეთი გრძელი ხანჯარა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი სინათლის და ასევე ჰაერის წყაროც იქნება სახლისთვის. მეგობრებო, ესე გამოიყურება ჩვენი დარაბა. ერთგვარი კარივით აიწყო, თუმცა ეს შეასრულებს
სახლის ვიტრაჟის დარაბის ფუნქციას, რომელზეც ზემოთ ვაპირებ რომ დავამაგრო გორგოლაჭები და დღის მანძილზე ვთქვათ თუ სინათლე შეგვაწყვეტს, შეგვიძლია გავაგოროთ და დავფაროთ ვიტრაჟი, ან უბრალოდ სახლის დატოვებისას, იმისთვის რომ არ დაზიანდეს შუშა გარედან, შეგვიძლია რომ ამით დავიცვათ ხოლმე. ამ სტილს ეგრეთ წოდებული ბეღელის კარი ჰქვია, barn door-ი და ძალიან მომწონს. მოკლედ მეორე ვიტრაჟსაც ანალოგიურ დარებას ავუწყობ და ერთმანეთთან მისვლისას შექმნიან ერთიან სახეს. თუ როგორი გამოვა ეს ყველაფერი, ამას აუცილებლად გაჩვენებთ, რა თქმა უნდა, მომავალ ვიდეოში. აი ის რაც მე მინდოდა. აი ესე გაგორდება ხოლმე იქიდან და ეს გვერდები ზუსტად ისე დავტოვე რომ ეს დარაბა დაეტიოს. გახსნილ მდგომარეობაში. მოკლედ გონებ რომ ძალიან მოუხდება და ვიფიქრებ რომელი ფერით დავამუშაო რომ ამ საერთო ვიზუალს უხდებოდეს.